ქუთაისის საკრებულოში 2024 წელს ბესიკ ადამიანის მიერ წარდგენილი ინიციატივა ბალახნის ცენტრში მემორიალური ხმლის მონუმენტის დადგმის შესახებ განხორციელდება. საუკეთესო ესკიზური კონცეფციის შესარჩევი კონკურსი უკვე გამოცხადებულია. რომ ჩემი იდეა რომელიც გავიდა საკრებულოს ხომაზე და მოწოდება დაიმსახურა, თაშესხული შეიქმნა ქუთაისის დღევანდელი მერის მოვალეობის შესრულებლის ბატონ დავით ერიმეშვილის მიერ და გამოცხადა კონკურსი. იმედია ამ კონკურსში ღირსეული გაიმარჯვებს და მართლაც ძალიან საინტერესო მონუმენტი დაიდგება ხმლის ხანდაკება ბალახნის ცენტრში. მე გმადებ წამს რომ ეს მონუმენტი რომელიც თემატურაზე ჯდება ამ კონტექსტში აკახავ დავით აღმაშენებლის ხანდაკებას რომელსაც გადმოყურებს წამუბანს მე თვლი რომ ეს ხანდაკება ეს არის მიმართული იმისას რომ ჩვენ მომავალი თაობები აღიზარდოს ღირსეულად რომელიც ამ ხმალმა მისმა ღირსებამ მისმა თავდადებამ ერთგულებამ ქართველთა ხელში მოიყვანა საქართველოს დღემდე. მოდით იმ ქართველს გავმოჯოს რომელიც თვალშუქით განათებული ბაგრატის ტაძარს თვალს შეავლებს და ქუთაისის ჩაფიქრებულ კეთილსურვილებს საქმედ რომ აქცევს. მარჯვენა თეთრქვები დავინახე, თეთრხისფერი ფეხი შემდგი გავიხარე ქუთაისო ქუთათუთა სიამაყე, სადაც ფეხი გადამიდგავს მუდამ შენიდი იამაყე. მოდით ქართველებო ვიამაყეთ. ერთმანეთის კეთილდღეობით წარმატებით ვიამაყოთ და გავახაროთ ჩვენი მშობლიური საქართველო. დაკავებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს